შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ისეთი უწყება, სადაც მსგავსი ტიპის გადანაცვლებები, ცვლილებები გულისხმობ ბატონ ვახტანგ გომელაურის წასვლას დაკავებული თანამდებობიდან აუცილებლად იწვევს საკადრო ცვლილებებს შიგნით სამინისტროში. ვაჟა სირაძეს გადადგომა ალბათ არ იქნება პირველი შემთხვევა, ამას აუცილებლად მოყვება სხვა ცვლილებები, სხვა დეპარტამენტებში. შინაგან საქმეთა სამინისტროში არის უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი დეპარტამენტი, რომელსაც დღეის მდგომარეობით ხელმძღვანელობენ გომელაურის გუნდის წევრები და დიდი ალბათობით ამ ახალი მინისტრი შეცვლის აუცილებლად ამ თანამდებობის პირებს, ან შეუცვლის მათ მუშაობის პროფილს და ჩვენ ალბათ ახლო მომავალში ვიხილავთ ცვლილებებს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონალური მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა პროფილის დეპარტამენტებში. ეს ამას იწვევს უნდობლობა ახალი კადრების მიმართ თუ ზოგადად ახალი მინისტრი ყოველთვის ცდილობს, რომ მის გუნდში, ასე თქვათ, საკვანძო პოზიციებზე იყოს დასაქმებული ის ხალხი, რომელთა მიმართაც მას პირადად გააჩნია ან ცნობადობა, ან პირადი ურთიერთობა, ან დარწმუნებულია მათ პროფესიონალიზმში. ხო, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სირაძე არის სანქცირებული და მათ შორის ჩვენ პრინციპში დავინახეთ, რომ არის თუ არა ეს მნიშვნელოვნად ხაზგასაცმელი, რომ ძირითადად სანქცირებული მაღალჩინოსნები ტოვებენ. ეს ტენდენცია იკვეთება ბოლო პერიოდში, სანქცირებული პირები ტოვებენ განსაკუთრებულ ძალოვან ორგანიზაციებში, ძალოვან უწყებებში თანამდებობებს. ეს შეიძლება ვიფიქროთ ერთი იმით, რომ შეიძლება გამოწვეული იყოს იმ გარემოებით, რომ ხდება სანქცირებული პირების გაწევა, ასე თქვათ, საზოგადოებრივი თვალსაჩინოებიდან და საკვანძო თანამდებობებიდან და ახალ თანამდებობებზე მოვლენის ხალხი და პარალელურად ახალ თანამდებობებზე მოდის ის ხალხი, რომლებიც ახალი მინისტრის დაქვემდებარებით განახორციელებენ ახალ ნაბიჯებს და ახალ მოქმედებებს, შეიტანენ გარკვეული ტიპის ცვლილებებს და სარგებლობენ პერსონალურად მისი ნდობით ან ახალი პოლიტიკური გუნდის ნდობით. სანქცირებული პირების გაწევა შეიძლება რა ტიპის სიგნალი შეიძლება იყოს სხვა სანქცირებული მაღალჩინოსნებისთვის, რომელიც არიან ჯერ კიდევ სისტემაში? ალბათ დაფიქრდებიან ერთი ეს, ასევე ახალ თანამდებობებზე დანიშნული პირებისთვისაც ალბათ იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა გარკვეული ტიპის მოქმედებების შემთხვევაში მათ მიმართაც გაჩნდეს მსგავსი პირდაპირ ან ირიბი ტიპის სანქციები და შესაბამისად საქმიანობის განხორციელების დროს უნდა იხელმძღვანელონ თავიანთი წინამორბედების გამოცდილებით და ზოგადად იმ გამოცდილებით, რაც რეალურად დღეს არსებობს ქართულ რეალობაში, განსაკუთრებულ ძალოვან ბლოკებში.